გოლოს აი ეს ნუ არ ვიცი ძალიან გულდასაწყვეტია რომ პროპაგანდა საყოლილი ეგრეთ წოდებული ელიტა რომელიც მართლაც და ყველა კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე არასწორ მხარეს ისტორიულ არასწორ მხარეს ეს არის კლასიკური მაგალითი ქალბატონი კეთი დოლიძის განცხადება არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი მით უმეტეს ისეთი ადამიანი რომელიც მართლაც კარდაკარ დადიოდა და თვითონ იძახდა თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ნაციონალური მოძრაობა რომ წასულიყო და ქართული ოცნება რომ მოსულიყო. და ეხლა რა ვიცი ეთყობა ისევ ნოსტალგია აქვს ქალბატონ კეთის და უნდა რომ ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს და ეს ხელისუფლება წავიდეს. და თან ისევ რევოლუციით. თორე ხალხო დაფიქრდით რა ძალიან მარტივია. ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? აი დაუშვათ ეს ხელისუფლება დაიფარეს ქუდები და წავიდნენ სახლში. ვინ უნდა მოვიდეს? აბა მითხარით, ვინ? ვინ მოდის ხელისუფლებაში? ისევ ხო ეს ადამიანები მოდიან, რომლებიც მათი ძირითადი ბუდე და საზრდო არის ნაციონალური მოძრაობა. ანუ ხო ის ადამიანები არიან, ხო არ შეცვლიან. ანუ მათ ხო სურვილი ექნებათ ეგრეთ წოდებული რევანშიზმის სურვილი. და რევანშიზმი რას მოიცავს? ხო კარგად მოგიხსენებათ. რევანშიზმი მოიცავს სწორედ იმას, რომ რევანშისტურად განწყობილი იდეალები ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს. ისინი ფაქტიურად დაერევიან საზოგადოებას და დაუწყებენ სათითაოდ კარდაკარ ხოცვას ჟლეტვას. აი ეს არის რევანშიზმი, ხალხო. ამათ წყურიათ ეს რევანშიზმი. რატომ ვერ ხვდებით ცოტა, რა ვიცი, არ მიყვარს ესეთი სიტყვები, მაგრამ ყურები ცოტა უნდა გამოვირეცხოთ, ცოტა უნდა მეტად უნდა დავფიქრდეთ. თორემ ეს რევანშისტური განწყობილი საზოგადოება, რომელიც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას აფარებს თავს, თუ ეს ადამიანები მოვიდნენ, თქვენთან მოვლენ, აი დღეს რომ ვითომ და ჩემი რა ბრალია, მე არაფერში არ ვერევი, ვინც გინდა იმან გაიმარჯოს. აი თქვენ მოგადგებიან პირველ რიგში ეს ადამიანები, თქვენ. ამიტომ გოსმოდით და ამოვიღოთ ხმა. და ვთქვათ, ანუ შუა უნდა გავკრიფოთ, უნდა ვთქვათ, რომ არ ვარ განან ესენი, ამიტომ არ ვარ განან. თორემ თუ ჩვენ კვლავ ვიქნებით სირაკლიმას პოზიციაში, ხომ? და თავები გვექნება მიწაში ჩაფლული და ტანი ზემოთ გვექნება, ცუდი რამე მოხდება, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმ რეალობას ვეტყვით, უარს რა რეალობას დღეს არის. და დღეს შეხედეთ ღიად სექტის წარმომადგენლები, უმცირესობის წარმომადგენლები ღიად ქადაგებენ, ღიად მოგძღვრავენ, რომ როგორი საქართველო უნდათ, როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება. და ჩვენ უმრავლესობა ვიც ვართ, აბა დავფიქრდეთ, გვინდა კი ესეც საქართველოში ცხოვრება. გვინდათ კი ესეც საქართველოში ცხოვრება, როდესაც ქრისტეს სახეს წვავენ და ამას ზეიმობენ და ტაშუკრავს ბრბო. აი ესეთი საზოგადოება გვინდა ჩვენ გვინდა როდესაც სონღულაშვილები და მსგავსნი ერეტიკოსები გამოდიან და ეს ერეტიკოსები ჩვენ გმოძღვრავენ კიდე ის ქალია თუ კაცი ისაც არ ვიცი ესეთი ქალბატონი როა ის რუსუდანი ხო ანუ შეგნებულად არ ვიძახი ეს ადამიანები გამოდიან და ჩვენ გმოძღვრავენ და ამის პოპულარიზაციას ვინ ეწევა მითხარით ვინდა ისევ ის ტელევიზიები, საიდანაც ფინანსდებიან, ისევ აი ამ ერთი ბატონიდან. ეს დაფიქრდით. ეს ნუ გონიათ რომ შემთხვევითობა და დამთხოვაა რომ ამათ კომენტარებს თქვენ ხედავთ აი ესე გამუდმებით. არ არის ეს დამთხოვა. და ნუ არ ვიცი ხა მსახიობები მართლაც არ ვიცი თქვენ ეთერში გავიგე თუ სხვა ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მსახიობები რო იქმნებიან აი მსახიობი, გვარი და რაღაცა რეჟისორი მართლა მინდა რომ ვიცოდე ბატონო ნიკოლოზ მათი გაკეთებული საქმეები. მართლა მინდა რომ მათ სპექტაკლზე ვიყო წასული, მათი კინო მქონდეს თანახი. აი, ეხა ის ბახუტაო თუ ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. აი ეს ადამიანი რომ გამოდის და იძახის რომ სად არის ეკლესია? ეკლესია სად არის? აბა თვალი გაახილეთ და ნახეთ ეკლესია სად არის. ეკლესია ისევ იქ არის და თუ შეხვალთ და ილოცებთ, მიხვდებით ღმერთი სად არის. აი ესე უნდა გააკეთოთ, არა თუ მოუწოდოთ რომ სად არის ეკლესია.
ეკლესიას უიქარი და სულ მთელი ცხოვრების განმავლობაში როგორც ფილოსოფიურად, რელიგიურ ყველანაირად ღმერთი მოგვიწოდებს რომ ჩვენ ვილოცოთ და ვიყოთ ღვთისნიერები, ვიყოთ მეტად სიყვარულით ერთმანეთით გამსჭვალულები, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ერთმანეთს ყველანაირად ვცდილობთ რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. ყველანაირად ვცდილობთ რომ როგორმე ერთმანეთს რაც უცვეთყვით, რაც უფრო ჩავჩეხავთ, კოჭებში ჩავჩეხავთ, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. ეს ესე არ არის. გასაგებია. ჩვენ უნდა შევძლოთ და დავანახოთ რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული. კი ბატონო. და სიყვარულის გარეშე არაფერი არ იქნება და ეს აგრესია რომელიც აი ამ უმცირესობისგან მოდის, ეს აგრესია უნდა აილაგმოს და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს აგრესია აილაგმება კიდევაც. გასაგებია.